მაშასე მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით ჩვენ სტუმარს, ნინო თერაშვილს, რომელიც ყოველთვის საინტერესო თემით შემოდის ჩვენთან სტუდიაში, თუმცა დღეს განსხვავებული თემატიკის საუბარი გვექნება, ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ნინოცა, მაგრამ შეგვიძლია რომ დავიწყოთ უკვე თუმცა დრო აღარ იქნეს და მაყურებელსაც აინტერესებს. თემა ძალიან აქტუალური და საინტერესოა. კი ბატონო, თუ თქვენ გაწუხებთ ჯანმრთელობა, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებული ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის გასაგებ ენაზე. მიიღოთ თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ან განაცხადოთ კურნალობაზე უარი, იცოდეთ კურნალი ექიმის და სხვა მედპერსონალის ვინაობა, მიიღოთ უსაფრთხო სამედიცინო დახმარება, გაიყუჩოთ ტკივილი, გაეცნოთ თქვენს კურნალობაში გამოყენებულ ყველა მედიკამენტს, თავაზიანად და პატიმისცემით მოგებყროთ. ნინა, ეს არის არასრული ჩამონათვალი იმისა, რაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ და მინდა რომ შენ უფრო განავრცო ეს თემა, რაც არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველი ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხი. შუა დღემშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს სტუმარს და ჩვენს ტელემაყურებელს და სანამ კონკრეტულ შემთხვევებზე გადავალ, მაყურებელს ვეთქვი, რომ პაციენტთა უფლებების დაცვა განსხვავებულია მსოფლიოს ქვეყნებში, არა მხოლოდ მონაცემთა კონფიდენციალურობის, არამედ ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად. გეტყვით, რომ მაგალითად 2024 წელს ჩატარებულ კვლევაში ევროკავშირში მოქალაქეების 54%-მა განაცხადა, რომ მათ სურდათ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება მათი პირადი მონაცემები. ამავე წელს ამერიკის შეერთებული შტატების საავადმყოფოებსა და სამედიცინო დაწესებულებებს დაახლოებით $28 მილიონ მეტი ჯარიმა დაეკისრათ პაციენტთა მიმართ ჩადენილი დარღვევებისთვის. ასევე არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც პაციენტთა უფლებებისა და ეთიკური სტანდარტების კუთხით გამოირჩევა. გეტყვით, რომ 2024 წლის მონაცემებს გაგაცნობთ. პირველი არის გერმანია და ერთ-ერთი ლიდერია პაციენტთა უფლებების დაცვაში. პაციენტს აქვს უფლება მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია საკუთარ მდგომარეობასა და მკურნალობაზე. მეორე ადგილას არის შვეიცარია. ეს ქვეყანა მოიხსენება როგორც ქვეყანა, სადაც პაციენტთა უფლებების დაცვის სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. პაციენტებს სრული წდომა აქვთ საკუთარ სამედიცინო ჩანაწერებზე და მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე. ასევე ისინი იცავენ პაციენტთა უფლებას არ დაეთანხმონ რაიმე სამედიცინო ჩარებას, თუ ეს არ არის აუცილებელი მათი სიცოცხლისთვის და სკანდინავიის ქვეყნებსაც უნდა შევეხოთ. განსაკუთრებით ნორვეგია გამოირჩევა ამ კუთხით და ჩვენ სტატისტიკაში არის მესამე ადგილზე. ეს ქვეყანა ცნობილია პაციენტთა უფლებების განსაკუთრებული დაცვით, როგორც ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ასევე ემოციური მხარდაჭერით. გადავიდეთ უკვე ჩვენს ქვეყანაზე და განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევები და მოქალაქეები სოციალურ ქსელში აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. უკვე ქალბატონ ნინოს მიმართავ და განვიხილოთ პირველი შემთხვევა. გეტყვით, რომ ეს შეეხება კბილის კლინიკას, სტომატოლოგიურ ესე ვთქვათ კლინიკას, ქალბატონ ნინო და გეტყვით, რომ პაციენტი ძლიერი ტკივილით მივიდა სტომატოლოგთან და რენტგენის შედეგად აღმოჩნდა, რომ გოგონას ჰქონდა კისტა. გეტყვით, რომ ექიმმა უთხრა პაციენტს, რომ აღნიშნული პრობლემა გაიწოვებოდა და მხოლოდ დაუბჟინა კბილი და გაუშვა სახლში. 4 დღის განმავლობაში ამ გოგონას ძალიან ძლიერი ტკივილები ჰქონდა და უკვე როცა დაუკავშირდა სტომატოლოგს და ჩვენ ეკრანზე ვხედავთ ამ პოსტს, რომელიც ამ გოგონამ სოციალურ ქსელში ესე ვთქვათ დაწერა, არის ყველანაირად ესე ვთქვათ დაცული კონფიდენციალურობა და ჩვენი ყურადღება მიიქცია. შემდეგ უკვე დაუკავშირდა ექიმს, რომ ეს ძლიერი ტკივილები ჰქონდა, თუმცა ექიმმა უთხრა, რომ ამ დღეებში არ ეცალა და ცოტა მოეთმინა ეს ტკივილი. ამ დროს გოგონა უკვე სხვა კლინიკაში მივიდა, სადაც რენტგენის საფუძველზე დაუდგინდა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო იყო და ფესვის რეზექცია მოხდა, ესე ვთქვათ და შემდგომში უკვე, როდესაც დაურეკა უკვე პირველ კლინიკას, სადაც არ ჩაუტარეს შესაბამისი მომსახურება, იქ მხოლოდ იმ დაბჟენის თანხა აუნაზღაურეს და ეს გოგონა კითხულობს, რამდენად შეუძლია, რომ უჩივლოს ან სხვა სახის, ესე ვთქვათ, თანხა მოსთხოვოს ამ კონკრეტულ დაწესებულებას. დიახ, ქალბატონო ნინო, რომ გითხრათ, მოგესალმებით. ნინო ლიპარტია არის ჩვენთან სტუდიაში სტუმრად, მინდა მაყურებელს უთხრა. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის და ძალიან დიდი მადლობა ესეთი პრაქტიკული, საინტერესო და პრობლემური
მთავარი თემით დაინტერესებისათვის. ეს არის თემა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ეხება და თითოეულ ჩვენთაგანისათვის ყველაზე ძვირფას და ყველაზე მნიშვნელოვან სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. პაციენტთა უფლებებთან დაკავშირებით საუბრის დაწყებისას და სანამ თქვენ უშუალოდ თქვენ შეკითხვაზე გადავიდოდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპლექსური საკითხი წამოიჭრა და სანამ უშუალოდ კითხვაზე პასუხს გავცემდე, ბუნებრივია ოდნავ შესავალს გავაკეთებ. რა თქმა უნდა, პაციენტს აქვს უფლება და რა თქმა უნდა, პაციენტს აქვს ვალდებულება. ისევე როგორც სამედიცინო დაწესებულებას აქვს უფლებები, და ექიმს ამ შემთხვევაში, მკურნალ ექიმს და მას აქვს ვალდებულება. პაციენტის უმნიშვნელოვანესი უფლება გადის იმაზე და წარმოადგენს უფლებას ის, რომ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს დეტალური ამომწურავი ინფორმაცია, ბატონ მელაშა მისაუბრა შესავალ ნაწილში, მისთვის გასაგებ ენაზე დეტალური ამომწურავი ინფორმაცია მის მიმართ, მისი დიაგნოზის, მის მიმართ განსახორციელებელი ჩარევის, ამ ჩარევის შედეგად და მოსალოდნელი შედეგის და მათ შორის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. და ამასთანავე პაციენტის უფლებაა მიიღოს ინფორმაცია შეთავაზებული ჩარევის, მაგრამ თუ უარ სიტყვის შეთავაზებულ ჩარევაზე, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ. ექიმთან როდესაც მივდივართ, თან ნინა ის საქმე რაც შენ აღნიშნე, მეც მქონდა კისტა და წარმომიდგენია რა ტკივილი ქონდა და კისტა როდესაც გაქვს იმ წამს რო ხდება მყისიერი ჩარევა, იმიტომ ძალიან რთულდება. მე თვითონ ეს პრობლემა რო შემოქმნა, ექიმა ისეთი ტერმინებით თავდაპირველად დამიწყო, ახსნა რომ ჯერჯერობით ვერ ყვევი მე სამედიცინო მიმართულებით და დარწმუნებულია ჩვენი მაყურებელიც ჩემ მდგომარეობაში წარმოდგენა არ აქვს ეს სიტყვები რას ნიშნავს, კისტა როგორ შეიძლება გართულდე, ანუ რას ვეუბნებით პაციენტს, როგორი გასაგებიენით უნდა აუხსნათ. მისთვის გასაგებიენით. ანუ სამედიცინო ტერმინებისგან თავი შევიკავოთ და მარტივად აუხსნათ. თუ ეხა პაციენტი არის სამედიცინო განათლებით, მაშინ ბუნებრივია დაშვებულია ეს შესაბამის ტერმინების გამოყენება, მაგრამ თუ არის მათ შორის უმაღლესი განათლებით, მაგრამ იურისტი, ექიმი, პედაგოგი, მნიშვნელობა არ აქვს ინჟინერი და ასე შემდეგ, ფსიქოლოგი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ, ნებისმიერ სტანდარტი ასეა კანონში და დოქტრინაში გათვალისწინებული. პაციენტს ეს არის სამედიცინო დაწესებულების უპირველესი ვალდებულება. პაციენტს მისთვის გასაგებ ენაზე. უნდა იქნეს ეს დოკუმენტალურად გაფორმებული, თუ მას დოკუმენტალურად ეს საჭიროება მათ შორის წამლებისა და ასე დაგეგმილი კვლევების ჩამონათვალი, იქაც ეს უნდა იყოს მისთვის გასაგებ ენაზე ჩამოწერილი და დიაგნოზიც დასმა და გამარტებული. რატომ ტარდება, რატომ არის საჭიროება, ეს უნდა იყოს მარტივად. ეს ნახეთ დანიშნულება ნებისმიერი სამედიცინო პოტენციური ჩარევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, შედეგი, დიაგნოზი, მოსალოდნელი შედეგი და დაგეგმილი ჩარევის შემდგომ რეაბილიტაციის ვითარება. როგორ გადის რეაბილიტაცია? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ სამედიცინო ჩარევას ძალიან მძიმე რეაბილიტაცია ახასიათებს. ამ შემთხვევაში იგივე გულისხმობ ქირურგიულ ოპერაციებს. მე მყოლია კლიენტი, პაციენტი, რომელსაც უთქვამს, რომ მე რომ ცოდნოდა ესეთი მძიმე რეაბილიტაცია იქნებოდა ამ ოპერაციას, არც ერთ შემთხვევაში არ გავიკეთებდი მას. თანხაზე თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. თანხაზე თუ გეუბნებიან დაახლოებით რა დაჯდება მკურნალობის პროცესი და რეაბილიტაცია. ინფორმირებული თანხმობის დოქტრინაში, რაც გულისხმობს, რომ პაციენტის ეს წინა სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ეს ინფორმირებული თანხმობა, რამოდენიმე კომპონენტს მოიცავს და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ინფორმაცია ფინანსების შესახებ. დაახლოებითი ღირებულება და თუ იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია და ზუსტად წინასწარ ვერ განისაზღვრება ექიმის მიერ ან დაწესებულების მიერ კონკრეტული ღირებულება წინასწარ, მაშინ მოსალოდნელია ზრდა, მაშინ ეს უნდა იყოს მითითებული და ახსნილი პაციენტისათვის, რატომ შეიძლება გაიზარდოს. მაგალითად, საწოლდღეებიდან გამომდინარე, მაგალითად, შეიძლება დაჭირდეს გაუტკივარება ან ნარკოზის სხვა რამოდენიმე ტიპის. და ეს უკვე თუ ეს პაციენტის არჩევანზეა, ბუნებრივია მას მისთვის გასაგებ ენაზე ეს უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია უნდა იქნეს მიწოდებული ჩარევამდე გონივრული ვადით ადრე. და არა უშუალოდ როგორც ხდება ხოლმე, მივდივართ ქირურგიული ოპერაციის წინ და იქ ხდება გონივრული ვადა ერთი კვირა, ორი კვირა, როგორ ამასთან დაკავშირებით ამის ვადა, რა თქმა უნდა, კანონში არც ჩვენ ქვეყანაში და არც არ წერია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის სირთულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე. ამასთან დაკავშირებით არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩვენ კონოვალოვა რუსეთის წინააღმდეგ ძალიან ცნობილი გადაწყვეტილება, სადაც პაციენტი დაობდა, რომ მე მეცნობა, მაგრამ მეცნობა საოპერაციო ძილს შორის, როდესაც მე ვერ გავაცნობიერე ეს ინფორმაცია და დარღვევა დადგინდა პაციენტის სასარგებლო.
საუბრობდით სამედიცინო ადამიანის გასაგებიანაზე, განსხვავებული სამედიცინო მართლა ვერ გაიგებდა ნინა დამეთანხმები. ალბათ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელსაც გამოუწერენ რეცეპტს, იმ რეცეპტშია ამოიკითხოს რა წერია. იმიტომ რომ მარტო ექიმები ამბობენ, არ ყვევენ ამ ყველაფერს, მაგრამ ერთი რამ მინდა კითხოთ, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ხაზი გაუსვით იმას, რომ არსებობენ პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ ცოდნოდა რეაბილიტაცია ასეთ რთული იქნებოდა, არ გავიკეთებ. მაგრამ ამას ხო მეორე მხარე აქვს. ამ შემთხვევაში მას რო არ გაეკეთებინა, შეიძლება მისულიყო რაღაც გარკვეულ სავალალო შედეგამდე. ამ შემთხვევაში მივიდივართ უკვე ექიმის მიმართულებით, რომ მას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები და აქაც მას დაჭირდებოდა უკვე საკუთარი უფლებების დაცვა. ხო სწორია? გასაგებია და აბსოლუტურად ლოგიკური და ძალიან კარგი კითხვა. მადლობა ბატონ ლაშა ამ შეკითხვისთვის. პაციენტის ავტონომიურობის უფლება მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში წამოვიდა წინ. პაციენტმა, რომელიც არის გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარის მქონე სრულწლოვანი წევრი, ხა არ იგულისხმება არასრულწლოვანები და ხო ის ცალკე ჯგუფია და მისი რეგულირება ოდნავ გვერდით გადავდოთ. პაციენტი, რომელსაც გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს და უფლება აქვს მან გადაწყვეტოს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაცია. თუ მინდა მე არ გადავისხამ სისხლს, თუ მინდა ვეტყვი ექიმს ჩემს მიმართ დაგეგმილია მაგალითად საკეისრო კვეთა. ან რაიმე ქირურგიული ჩარევა. მე სრული უფლება მაქვს უთხრა რომ გააკეთე ეს ექიმს, რომ შეუძლია მას გააკეთოს ქირურგიული ოპერაცია, მაგრამ უარს ვაცხადებს სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმაზე პირობითად რელიგიური მწამსის გამო. ამასთან დაკავშირებით არაერთი გადაწყვეტილება არის როგორც სტრასბურგის, ასევე საქართველოს წინანდვილეში, სადაც პაციენტი უარს აცხადებს და მეტიც ეს მისი უარი თუ არის გაცნობიერებული, თუ არის ძალდატანების გარეშე გამორიცხვით ბუნებრივია ხშირ შემთხვევაში ასეთი პაციენტები ოჯახის წევრების გავლენის ქვეშ ექცევიან. რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოირიცხოს, მაგრამ პაციენტმა თუ ეს გაცნობიერებულად და ანალიზის შედეგად მიიღო, ბუნებრივია ეს უნდა იქნეს პატივნაცემი. ანუ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევას და რაც შეეხება ბატონ ლაშა თქვენ შეკითხვას, მას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, გონივრული ვადითადო და მე არჩევანი უნდა მივცეთ. ჩაიტარებს თუ არა ასეთ ოპერაციას. თუ ეს არჩევანის უფლება დაირღვა, მას სათანადო ინფორმაცია არ მივეცით, ბუნებრივია კი პასუხი ზოგადია. ქალბატონია, თუ ამ შემთხვევაში სიცოცხლეზე იქმნება საფრთხე, ამ შემთხვევაშიც პაციენტს რჩება ეს უფლება, რომ თავად გადაწყვიტოს, ჩაიტაროს თუ არა ისე თუ ის, ესე ვთქვათ, მომსახურება. შეკითხვა კომპლექსურია და პასუხიც რამოდენიმე მიმართულებით შეგვიძლია დავყოთ. თუ არის გადაუდებელი აუცილებლობა, კრიტიკული შეუსაბამობა და მაგალითად შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც უბრალოდ აზრს ვერ კითხავ, ინფორმირებული თანხმობა კი არა, გონება ანუ შოკ მდგომარეობაშია. ასეთ შემთხვევაში პირდაპირ წერია კანონში კიდევ ერთხელ ხალხს უსვამს სრულწლოვანი პაციენტია. თუ არა სრულწლოვანია ცალ. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, პაციენტის სიცოცხლის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც კი მოვა და დასტაბილურდება ვითარება, შემდგომ უნდა იქნეს აზრი გამოკითხული, მათ შორის ოჯახის წევრების და პაციენტის აზრთან თუ არის შესაძლებელი მივიღოთ მისგან ინფორმაცია, შემდგომ უკვე ბუნებრივია მას უნდა ვკითხოთ აზრი, მაგრამ კრიტიკულ შეუსაბამო და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, პაციენტის სიცოცხლის სასარგებლოდ მიიღება გადაწყვეტილება. კი ბატონო, გადავიდეთ უკვე მეორე შემთხვევაზე და ჩვენ ავარჩიეთ ისეთი შემთხვევები, რაც რეალურად ჩვენ მაყურებელს და მომხმარებელ პაციენტებს ხშირად გადახდენიათ და მეორე შემთხვევა შეეხება დედას, რომელიც ერთი თვით ადრე ჩაეწერა ექიმთან და ადგილზე მისულს ექიმთან შესასვლელად ახალშობილი ბავშვით ხელში დაახლოებით 3 საათი მოუწია ალოდინი. რა შემთხვევაში შეუძლია კლინიკას წინასწარი ჩაწერის პირობებში ალოდინოს პაციენტი? მეც ხშირად გადამხდენია მსგავსი შემთხვევა და აი დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს ტელემაყურებელს. თითოეულ ჩვენთაგან სანამ ამ შეკითხვაზე გადავიდოდეთ პასუხი, მაინც დამაკლდა წინა შეკითხვის პასუხი და თუ გვისმენს შეკითხვის ავტორი მისთვის რომ იყოს ცნობილი, რა თქმა უნდა, კისტის შეკითხვის პასუხობ. მას უფლება აქვს მოითხოვოს მატერიალური ზიანი, ანუ მიყენებული ზიანი ის დანახარჯი, რომელიც იმ კლინიკაში და შემდგომ მეორე კლინიკაში გადაიხადა, თუ მას მოგვიანებით რეაბილიტაცია და რამე სხვა ჩარევა დასჭირდა, ამის ხარჯი შეუძლია მოითხოვოს და ამასთანავე მას უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანი იმ განვლით ნატანჯი დღეებისათვის, რომლის დროსაც იგი ვალდებული იყო აეტანა ეს ძალიან მძიმე ტკივილი, როგორც ახლა მე არ მქონია, არ ვიცი რა არის კისტის ტკივილი, მაგრამ ხო, ამისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების უფლებაც აქვს მატერიალურთან ერთად. ეხლა რაც შეეხება, როდესაც ველოდებით პაციენტს, ექიმს, ხომ? ეს თითოეულის განმავლობაში და ძალიან ხშირი არის. კი, ნამდვილად. ეს თითოეული ჩვენთაგანისათვის პრობლემაა, რა თქმა უნდა.
ექიმი ვალდებულია პატივისცეს პაციენტს. რა თქმა უნდა, ეს დაწერილიც არის და დაუწერილიც კანონიცაა და მეტიც ახლა ჰიპოკრატეს პირთან დაკავშირებით აქ არ დავიწყებთ საუბარს. ექიმებს ძალიან კარგად მოეხსენებათ ექიმისათვის პაციენტის მიმართ გამოსაჩენი ვალდებულება, რომელიც როგორც ეთიკური, ასევე მორალური და სამართლებრივი ურთიერთობები რო შემოვიტანოთ, მათ ეს ევალებათ. რა თქმა უნდა, არავინ არ არის ვალდებული 3 საათი და მეტიც ან ნაკლები ელოდოს ნებისმიერ სუბიექტს, მათ შორის ექიმს, რაოდენ ცნობილი ექიმიც არ უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში თუ არის წინასწარ განსაზღვრული დრო, ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ სამედიცინო მომსახურებაზე, ეს რა არის სამართლებრივად? ეს არის სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულება. ჩვეულებრივად სამედიცინო კლინიკასთან ვდებთ ხელშეკრულებას, მას ვუხდით თანხას და ექიმის მეშვეობით შეიძლება იყოს ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი, ვიღებთ სამედიცინო მომსახურებას. ანუ ჩვენ არ ვიფიქროთ ისე და პაციენტმა ისე არ შეხედოს, რომ თითქოს რაიმეთი ჩვენ დამოკიდებული ვართ ექიმზე, რა ჩვენ ვართ ვერტიკალურ სიფრთხეში, ჰორიზონტალურ სიფრთხეში ბოდიში და მე იგივე უფლებები მაქვს, ამიტომ დავიწყეთ ჩვენი საუბარი. ექიმსაც აქვს უფლებები და ვალდებულებები, პაციენტსაც აქვს უფლებები და ვალდებულებები. არ არის წარმოდგენილი ექიმი და მინდა ერთი-ორი სიტყვა მათ გასამართლებადაც თქვა, თან მთელი ჩემი ოჯახი სწორედ ყველანი არიან ექიმები. ძალიან ხშირად ჩაწერა ის დროს, შეხედე როგორი სიტუაცია არის, ექიმი როდესაც ჩაწერა საწარმოებს, ხანდახან ხდება, რომ ძალიან ხშირად პირველი პაციენტი უგვიანებს, ან რაღაცა გაუთვალისწინებელი кейსი არის და იწელება დროში. მათაც თავისი უფლებები გააჩნიათ, ბუნებრივია და მათაც როგორც ვიცი, თქვენ ეს თქვა პლასტიკური ქირურგთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო кейსი ჰქონდათ და აი ეს რომ გაგვაცნათ. ერთ ჩანარს გავაკეთებ, რახან ჩვენ უფლებებზე ვსაუბრობთ, მე შეგნებულად დავსვი ის კითხვა, რომ წინა შეკითხვაში, რომ ანუ მივდივართ ექიმის უფლებების დაცვისკენ, როდესაც პაციენტი ხო აცხადებს უარს მაგალითად რაღაცა მკურნალობაზე, რომელიც მას ესაჭიროება, იმიტომ რომ მე ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ უკვე ექიმის უფლებების დაცვა საჭირო. ანუ ესე გამიჯნულად ეს ვერ იქნება. რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში უბრალოდ ვინაიდან შეკითხვა ეხებოდა 3 საათით, ლოდის ახლა ყველამ წარმოედგინოთ საკუთარი თავი და დღეს როგორი მნიშვნელოვანია 3 საათი კი არა, 3 წუთიც კი, თითოეული ჩვენთაგანისათვის. შესაბამისად, როდესაც მნიშვნელობა არ აქვს იმ პირველმა პაციენტმა დაიგვიანა, ავტობუსმა დაიგვიანა თუ სხვამ, სამედიცინო კლინიკასთან პაციენტი დებს ხელშეკრულებას და მას შეუძლია მოსთხოვოს მომსახურების ჯეროვანი გაწევა. ეს შეიძლება მოხდეს ერთი ან სხვა ექიმით. უნდა ჩაანაცვლოს, გადაანაცვლოს, ეს უკვე კლინიკის პასუხისმგებლობაა. ბუნებრივია, არავინ არ არის ვალდებული 3 საათი მეორე პაციენტს დაელოდოს. აბსოლუტურად გეთანხმები და ბოდიშ შეგაწყვეტინეთ, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან ცუდი თემაა, ადამიანი რომელიც ჩაწერილია პირობითად ოპერაციაზე და მას და არა, პლუს ამას კიდე დგას რიგში, აქ უბრალოდ ექიმების ბრალეულობას მე ვერ ხედავ, კაცი მივდივართ კლინიკის მენეჯმენტის თემაზე. ხო, იმიტომ რომ ადამიანი რაღაცა თავის ბარგით მიდის სამავთყოფოში, იცის რომ ჩვენ ფსიქოლოგიურად რამხელა ამ სტრესში კიდე 3 საათი დგას რიგში წარმოუდგენელია. ასეთ რამ არ უნდა ხდებოდეს რა. მე მქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტს დილის 8 საათზე ანუ შეიყვანეს უკვე და მოამზადეს წინა საოპერაციო მიზნით და ღამის 3 საათზე გაუკეთეს ოპერაციას. იყო ტრანსპლანტაცია იყო ნუ ერთ-ერთი ორგანოს და შესაბამისად ურთულესი ოპერაცია თავისი ხასიათით და წინა საოპერაციო ბლოკში შეკავს 8 საათზე და 3 საათამდე უბრალოდ გაურკვეველია მისთვის გაუკეთებენ თუ არა ოპერაციას. ეს ახლა ცალსახად კლინიკის პასუხისმგებლობა არა მარტო ექიმის. საინტერესოა თქვენთან სულ ამბობთ, რომ კლინიკის პასუხისმგებლობა და არა კონკრეტულად რეალურად, როდესაც ჩვენ თუ მოხდა ესეთი შემთხვევა და ზიანი გვადგება, ჩვენ პასუხს ვთხოვთ არა ექიმს, არამედ კლინიკას. პირდაპირ წერია ქალბატონინა კოდექსში და ეს ანუ არ უნდა ყოფილიყო ამდენი ხანი, ანუ იმდენად მარტივია ამ კითხვაზე პასუხი. პირდაპირ შეგვიძლია ამოვიკითხოთ კოდექსში, იმიტომ რომ სამოქალაქო კოდექსში თეთრზე შავით წერია, რომ არასწორი სამედიცინო მკურნალობისას, თუნდაც შეცდომისას, თუნდაც ნებისმიერი სხვა გადაცდომისას პასუხისმგებელი ჩემს წინაშე, პაციენტის წინაშე არის სამედიცინო კლინიკა. ბუნებრივია, თუ სამედიცინო კლინიკას გადახდა პასუხისმგებლობა და დაეკისრა თანხა და ეს რომელიმე ექიმის, ან რატო ვსაუბრობთ ხოლმე ექიმის, შესაძლებელია ექიმის ან ტექნიკური პერსონალი. ექთანი ტექნიკური პერსონალი, ბებიაქალი და ასე შემდგომ სანიტარი. ნებისმიერი სამედიცინო კლინიკის ნებისმიერი თანამშრომლის შედეგად მიყენებულ კლინიკაზე, ზიანზე ბუნებრივია პაციენტის წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება სამედიცინო კლინიკას, ეს უდავოა და თეთრზე შავად წერია და არც ერთ შემთხვევაში მე ყოველთვის ვეუბნები ექიმს, რატომღაც ისე მოხდა, რომ უმეტესად ექიმისა და კლინიკის ინტერესებს ვიცავ. ისე დაგროვდა პრაქტიკა, ჩემ პრაქტიკაში кейსები და ყოველთვის ვეუბნები, რომ არასოდეს ექიმი
არ დატოვოთ პაციენტის პირისპირ. თორე ექიმი არ არის ვალდებული უპასუხოს, მას ჰქონდეს სამართლებრივი ცოდნა უპასუხოს დოქტრინალურ წიაღსვლებში ჩავიდეს და განმარტოს. სამედიცინო კლინიკა იმიტომ არის ძლიერი სუბიექტი და კლინიკა მთელი თავისი ადამიანური, ფინანსური თუ ყველა რესურსით, რომ ის არის უშუალოდ პასუხისმგებელი პაციენტის წინაშე. თუ თანხა იქნა გადახდილი, რეგრესის წესით ჩვენ შემდგომ შეუძლია ექიმისგან იმ პირისაგან მოითხოვოს თანხის გადახდა, ვისაც დაეკისრა, ვისი ბრალეული ქმედებითაც მას დაეკისრა. მე როგორც ვიცი, ალბათ ნინო თქვენ მუშაობდით ერთ-ერთ პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებულ შემთხვევაზე და ძალიან ბევრი შემთხვევა ამ კუთხითაც, იმიტომ რომ არის ვიზუალური სახის ოპერაცია, ბუნებრივია ჩვენ არ დავასახელებთ არც დაწესებულებას, არც ექიმს, თუმცა რომ მოგვიყვეთ ეს შემთხვევა და გავეცნოთ ჩვენს ტელემაყურებელსაც, შეიძლება მათი თავით ამოიცნონ და როგორ შეუძლიათ რომ დაიცვან საკუთარი თავი ამ შემთხვევაში ექიმის კუთხიდან დავანახოთ ეს თემა. კი ბატონო, მადლობა. სოციალურ ქსელში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ პოსტმა, ამ დავამ. ეს არ ერთ-ერთი ჩვეულებრივი არაფრით განსაკუთრებული кейსი არ იყო. უბრალოდ საქმე ეხება პლასტიკურ ქირურგიას და მოგეხსენებათ მეტი ინტერესია და თან დღეს მოგეხსენებათ როგორი პოპულარულია და დიდი რაოდენობის ოპერაციები, როგორც ცხვირის, რინოპლასტიკა, სეპტოპლასტიკა, აბდომინოპლასტიკა, სხვადასხვა ორგანოსთან დაკავშირებით ჩარევებს, პლასტიკურ ქირურგიულ ჩარევებს იკეთებს პაციენტები, ქალებიც და მამაკაცები. ნახეთ, რა იყო მნიშვნელოვანი და სხვათა შორის დიდი ხნის განმავლობაში დავის საგანი იყო. სამედიცინო სამართალში ერთი ასეთი უნივერსალური პრინციპი არსებობს. ექიმი არ აგებს პასუხს არასასურველი შედეგისათვის. ანუ მან ჩაატარა ოპერაცია, მაგრამ შესაძლებელია პაციენტი ვერ განიკურნა. შედეგი არ მოეწონა. ან შედეგი ამ პაციენტს არ მოეწონა, ან ვერ განიკურნა. ხო, უნდა რამე შეთანხმებაზე არ მიდიან, სანამ გაკეთდება ოპერაცია, რამე ფოტო პლასტიკურ ქირურგიაზე. იმაზე ოდნავ მოგვიანებით გადავალთ რამოდენიმე წუთში, მაგრამ ზოგადად უნივერსალური სტანდარტია სამედიცინო სამართალში, რომ ექიმი მხოლოდ აგებს პასუხს ისეთ кейსზე, ისეთ შემთხვევაზე, თუ მის მიერ განხორციელებული ჩარევა და სამედიცინო მომსახურება არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. ხშირად გაგვიგია, რომ გაიდლაინები, პროტოკოლები, გაიდლაინების შესაბამისად არსებობს სფეროები, სადაც არც გაიდლაინია და არც პროტოკოლი. შესაბამისად სტანდარტიდან გადახვეული არ უნდა იყოს. თორე შესაძლებელია გაკეთდეს ჩარევა, განხორციელდეს, მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაკეთდა ორი ოპერაცია, რაც ძალიან ცნობილი кейსია და რაც თქვენ მკითხეთ, ორი ოპერაციაც სეპტოპლასტიკა და რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ოპერაცია და კერდის პლასტიკა. ხო. მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც სამედიცინო დაწესებულება და ორი ინსტანციით დადგინდა, კანონიერ ძალაში შესული ჯერ არ არის, მაგრამ ორი ინსტანციით დადგინდა, რომ სახეზე არ იყო ექიმის გადახვევა, ან ექიმის შეცდომა. უბრალოდ ესეც ძალიან ესეთი წესია სამედიცინო სამართალში და მედიცინაში, რომ ორჯერ ორი არასოდეს 4 არ არის და დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმის მიმღებლობას. იმან ვერ მიიღო ის უცხო სხეული ადამიანის ორგანიზმმა და განვითარდა კაფსულარული კონტრაქტურა, ეხლა ანუ ჩვენ მამაყურებელმა შესაძლებელი არ იცოდეს, ეს არის მიმღებლობა შემაერთებელი ქსოვილი, სადაც იდება ჯიბეში და არ მიიღო, მოიჭიმა და განვითარდა ასიმეტრია. ეს არის გართულება, სამედიცინო გართულება, რომელთა დაკავშირებითაც პაციენტი ინფორმირებული იყო ხელშეკრულების დადებისას და ეს ინფორმირება სხვათა შორის მისთვის გასაგებენაზე დავკითხეთ სპეციალისტები და იმათმა განმარტეს, რომ ის ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნა, შემაერთებელი ქსოველი, რომელმაც შესაძლებელია ასიმეტრია გამოიწვიოს, ეს მხარე ინფორმირებული იყო ამასთან დაკავშირებით, მას აბსოლუტურად გაცნობიერებული ჰქონდა და ვინაიდან სახეზე იყო გართულება, მიუხედავად იმისა, რომ სასურველი შედეგი მაინც პლასტიკა და ვერ იქნა მიღებული, მაგრამ გამოირიცხა ექიმის პასუხისმგებლობა, ამიტომ ბუნებრივია კლინიკა და ექიმი გათავისუფლდა პასუხისმგებლობისაგან. და მოიგო ეს დავა, ესე ვთქვათ. ჯერჯერობით არ არის კანონიერ ძალაში შესული, მაგრამ აი ამ შემთხვევაში რა თქვენ ისტორიას მოყევით, ხომ უბრალოდ გავრცელება დილეტანტური კითხვა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. როდესაც სანამ ვიდრე ოპერაცია დაინიშნებოდა და გაკეთდებოდა, იქ ხო არის მთელი რიგი ანალიზების, რომელიც კეთდებოდა, შესაბამისად არკვევენ თუნდაც ალერგიულობა, ხო, შენიკანი დაწებურების წარმოქმნისკენ თუ არა, იმიტომ რომ მაგალითად შეიძლებოდა რომ ხო რაღაცა ეს წინასწარ ცოდნოდათ, მათ რომ შეიძლება ეს გართულება მოყოლოდა. არის გართულება რომ შესაძლებელია მას მოყოლოდა ამასთან დაკავშირებითაც მხარე ინფორმირებული იყო პაციენტი წერილობითაც და ზეპირათაც. უბრალოდ წინასწარ ვერავინ ვერ გვეტყვის როგორი დამოკიდებულება ექნება უცხო სხეულს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში შემდგომ მოხდება. აღმოჩნდა რომ ეს კაფსულარული კონტრაქტურა 4
დონისაა, მეოთხე როდესაც არის ამ დროს ძალიან დიდი ტკივილი აქვს და უნდა ამოვიღოთ, ანუ ამ პაციენტს ჰქონდა მეორესა და მესამეს შორის მეორე დონე ჰქონდა, უბრალოდ იყო ასიმეტრია. პაციენტი ამბობდა, რომ მისთვის სასურველი შედეგი ვერ იქნა მიღებული, იმიტომ რომ მას ძალიან ლამაზი მკერდი უნდა და ამ შემთხვევაში ოდნავ ასიმეტრია მიიღო ისიც ერთ მკერდზე და ბუნებრივია, ანუ ჩვენი ორგანიზმი და ზოგადად მედიცინაში ხომ ორჯერ 4 არ არის, ეს არის დაწერილი თუ დაუწერელი კანონი მედიცინაში და ყველაფერი დამოკიდებული როგორც ექიმის ოსტატობაზე, ასევე ადამიანის ორგანიზმზე. მე მგონი ყოველთვის როდესაც ექიმთან მივდივართ, უნდა ძალიან კარგად წავიკითხოთ თუ რა წერია იმ ხელშეკრულებებში, რომელსაც არა მარტო ექიმთან, საბანკო დაწესებულებასთან და ნებისმიერ სხვა სუბიექტთან, ვისთანაც სახელშეკრულება ურთიერთობაში შევდივართ. მე მგონი ყველაზე კარგი დასკვნა არის ამ ჩვენი რომ გავეცნოთ წინასწარ თუ რას გვთავაზობს თვითონ კლინიკა, ექიმი და შემდგომ წავიდეთ ოპერაციაში. როდესაც ყველაზე ძვირფას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და მithumetes ვიზუალს თუ ეხება საქმე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.